წარმოიდგინე, რომ დილით ვიგვეძებ დაღლილი. აღარ გაქვს мотивация, ვარჯიშს შედეგი აღარ მოდის, მუცლის ცხიმი გემატება, ლიბიდო შემცირებულია, თუმცა ანალიზებში ტესტოსტერონის დონე თითქოს ნორმაში არის. ასეთ დროს ბევრს გქონია, რომ T1, ანუ იგივე ტესტოსტერონის ჰორმონჩანაცვლებით თერაპია სჭირდება, თუმცა რეალობა გაცილებით სხვა არის. მე ვარ გიორგი პარიხაშვილი და დღეს მაქსიმალურად დეტალურად გავარჩევთ ტესტოსტერონის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ვის სჭირდება ის, ვის არ სჭირდება, რა გავლენა აქვს მას ფერტილურობაზე და გავარჩევთ ასევე ყველაზე გავრცელებულ მითებსაც. დავიწყოთ. რა არის T1, იგივე ტესტოსტერონის ჰორმონჩანაცვლებით თერაპია? ეს არის სამედიცინო მკურნალობის ფორმა, რომლის დროსაც მამაკაცს გარედან მიეწოდება ტესტოსტერონის ჰორმონი. ეს ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს მას საკმარისი რაოდენობით. და აქ უმნიშვნელოვანესი არის, რომ გავიაზროთ ეს სიტყვა ჩანაცვლება. T1-ის მიზანი არ არის რაღაც ადამიანის სუპერგმირად გარდაქმნა, ხო? მისი მთავარი მიზანია ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში დაბრუნება. ეს არ არის ბოდიბილდინგისთვის განკუთვნილი რაიმე კურსი, მასის სწრაფი მომატების სქემა ან რაიმე სასწაულმოქმედი ანაბოლური ინდექსის მისაღწევი გზა. ეს არის სამედიცინო თერაპია, რომელიც მამაკაცს მასკულინიზაციასა და ჯანმრთელობას უნარჩუნებს. გავარჩიოთ ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომები. ტესტოსტერონის დეფიციტი მხოლოდ ლიბიდოს ან რაიმე სექსუალურ პრობლემებს არ ნიშნავს, ეს ჰორმონი პრაქტიკულად მთელ ორგანიზმის ფუნქციონირებაში მონაწილეობს და ისეთ სიმპტომები, როგორიც არის მაგალითად პირველი მუდმივი დაღლილობა, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი, ანუ ადამიანს შეიძლება საკმარისად ეძინოს, ისვენებდეს, მაგრამ დილით მაინც გამოფიტული იგვიძებდეს, აკლდეს мотивация და დღის განმავლობაში გრძნობდეს ენერგიის ვარდნას, ხო? მეორე, ლიბიდოს დაქვეითება, ანუ სექსუალური ლტოლვის, სექსუალური ინტერესი ქრება, ასევე ქრება სპონტანური და დილის ერექციები და ზოგ შემთხვევაში კი ვითარდება ასევე ერექციული დისფუნქციაც. მესამე, ფსიქოემოციური ცვლილებები, ვლინდება, გაღიზიანებადობა, აპათია, კონცენტრაციის გაუარესება, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები და დეპრესიული განწყობაც. მეოთხე, ფიზიკური ფორმის გაუარესება. მიუხედავად ვარჯიშისა და სწორი კვებისა, ადამიანს უჭირს კუნთოვანი მასის შენარჩუნება, ზრდა და ასე შემდეგ. მცირდება ძალა და გამძლეობაც. ცხიმი კი განსაკუთრებით მუცლის არეში იმატებს. ეს იყო მეოთხე. მეხუთეზე გადავიდეთ, აღდგენის პროცესის შენელება, ანუ ვარჯიშის შემდეგ, თუ მაგალითად ვავარჯიშებ დიდ კუნთებს, გინდაც და ამ დიდ კუნთებს სჭირდებოდათ რაღაც n რაოდენობის დრო, ამ შემთხვევაში ეს n რაოდენობის დრო უფრო გაზრდილი იქნება და უფრო მკაფიოდ იქნება გამოხატული ტკივილის დიდხანს გაგრძელება, ხო? და ორგანიზმს სჭირდება უფრო გაცილებით მეტი დრო დასასვენებლად და ამ კუნთოვანი ჯგუფების აღსადგენად, შემდგომი დატვირთვის მისაღებად. მეექვსე. ზღვოვანი სისტემა. ხანგრძლივი ტესტოსტერონის დეფიციტის დროს ვლინდება მინერალური სიმტკიცის შემცირება ძვლებში. და ხშირია და ზრდის მოტეხილობების რისკს და ოსტეოპოროზის რისკს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი ეს სიმპტომები ცალკე აღებული არ ადასტურებს ტესტოსტერონის დეფიციტს. დიაგნოზი მხოლოდ კლინიკური ნიშნებით არ ისმევა და არც სიმპტომებით. აუცილებელი არის ლაბორატორიული კვლევები. დიაგნოსტიკა საჭიროებს სისხლის ანალიზებს და სისხლის ანალიზებში კონკრეტულად საჭიროებს სრულ პანელს, ანუ რაც მოიაზრებს როგორც ჰორმონალურ ფონს, ასევე არაჰორმონალურ ფონს, რადგან ყოველთვის ტესტოსტერონის დეფიციტი გამოწვეული არ არის ხოლმე უშუალოდ ჰიპოგონადიზმით. ტესტოსტერონის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს რაღაც გვერდითი დაავადების ფონზეც. რას ვაბარებთ ანალიზებში იმისთვის, რომ დავადასტუროთ ტესტოსტერონის დეფიციტი? პირველი, საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონი, სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინი, ანუ ეს HBG, დეჰიდრო ტესტოსტერონს ვაბარებთ DHT-ს დიდი ალბათობით საქართველოში საკმაოდ იშვიათად ბარდება ეს ანალიზი, რადგან არის ძვირადღირებული ანალიზი და ჭირდება საკმაოდ დიდი დრო ლოდინს, პასუხის ლოდინს, იმიტომ რომ იგზავნება გერმანიაში, როგორც ვიცით. ვაბარებთ მალუთეინიზებელ ჰორმონს, ანუ იგივე LH-ს, ვაბარებთ ესტრადიოლს და პროლაქტინს, ქალურ ჰორმონებს რო შევაფასოთ, თანაფარდება ქალურ ჰორმონსა და მამაკაცის ჰორმონს შორის, ვაბარებთ თირეოტროპულ ჰორმონს და ვაბარებთ პროსტატ სპეციფიურ ანტიგენს PSA-ს, ისიც ასაკთან შესაბამისად, თუ მაგალითად 40 წელს გადაცილებული ვართ,
ზოგადად რეკომენდაცია არის ჩემგან, რომ გინდ ვიყავთ T1-ზე, გინდ არ ვიყავთ ტესტოსტერონის ჰორმონის ჩამოთვლებით თერაპიაზე, PSA აკონტროლეთ ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც. ხშირად გაიგონებთ ფრაზას თუ ტესტოსტერონი ნორმაშია, T1 არ შეიძლება. რეალურად არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, როდესაც გენეტიკური მეთილირების ფონზე 5 ალფა რედუქტაზა ფერმენტი დათრგუნულია. ასეთ დროს საერთოდ თავისუფალი ტესტოსტერონი შეიძლება იდეალურ ნორმაში ან თუნდაც მაღალი იყოს, მაგრამ ორგანიზმი ვერ გარდაქმნიდეს მას დეჰიდროტესტოსტერონად, რომელიც აუცილებელი არის მამაკაცის ვირილიზაციისთვის. ასეთ იშვიათ შემთხვევაში ანალიზების მკაცრი კონტროლით ინიშნება ჰორმონჩამოთვლებით თერაპია და ანდრაქტიმის გელი. ასევე არსებობს სუბკლინიკური ჰიპოგონადიზმიც, როცა ტესტოსტერონის ლაბორატორიული ნორმის ყველაზე ქვედა ზღვარზეა, მაგრამ პაციენტს მკაფიო სიმპტომები აქვს. აქ მნიშვნელოვანი არის LH-სა და ტესტოსტერონის თანაფარდობის შეფასება და შეფასება ზოგადად კლინიკური სიმპტომების. იმიტომ რომ კი, ანალიზში ტესტოსტერონი ნორმის ქვედა ზღვარში გადის, თუმცა ნორმაში გადის, მაგრამ თუ ადამიანს აქვს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები, რაც ჩამოთვალეთ ტესტოსტერონის დეფიციტის დროს, შეგვიძლია მივიღოთ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს არის სუბკლინიკური ჰიპოგონადიზმი და საჭირო არის ჰორმონჩამოთვლებით თერაპიის დაწყება მკაცრი ანალიზების კონტროლით. რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უფრო კარგად ავირიდებთ თავიდან ისეთ მოვლენას, რომელსაც ეძახიან ხოლმე მამაკაცურ კლიმაქსს, ხო? რატო? იმიტომ რომ 1 წლის წინ, მაგალითად, ამ ადამიანს შეიძლება ტესტოსტერონის დონე ჰქონოდა რაღაც 20 ნანომოლი, თუმცა დღეს აქვს 8, 9 ან 10 ნანომოლი, რომელიც საგრძნობელი დეფიციტი არის ორგანიზმისთვის. კი, ლაბორატორიულ ნორმის ციფრებში შედის, თუმცა ინდივიდუალურად ამ ადამიანს შეიძლება საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნიდეს და ამ დროს საჭირო არის უკვე ჰორმონჩამოთვლებით თერაპიის დანიშვნა, ანალიზების მუდმივი მონიტორინგით და დოზირების საკმაოდ კარგი შერჩევა. T1 და ფერტილობა, ანუ იგივე ნაყოფიერება, ეს ის საკითხი არის, რომელიც ყველაზე მეტში სიწვავს T1-ის დაწყების და არ დაწყების შორის. კი, როდესაც ორგანიზმში გარედან შეკვავს ეგზოგენური, ანუ გარედან ამპულიდან ამოღებული ტესტოსტერონი, სათესლე ჯირკვლები წყვეტენ საკუთარ ფუნქციონირებას. სათესლეებში არსებობს ორი უჯრედი, სერტოლის უჯრედები და ლეიდინგის უჯრედები. სერტოლის უჯრედები კონკრეტულად პასუხისმგებლები არიან სპერმატოგენეზისთვის. ხოლო ლეიდინგის უჯრედები ასტიმულირებენ ტესტოსტერონის წარმოქმნას. და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ტესტოსტერონი უხვად ბევრი გვაქვს და ვგებულობთ მას, ყველანაირი შრომის გარეშე, არანაირი სტიმული არ გვჭირდება არაფერი, იგი უბრალოდ პირდაპირ ხვდება სისხლში და რა თქმა უნდა, ამ დროს სათესლეები ზარმაცდებიან და აღარ გამოიმუშავებენ საკუთარ ტესტოსტერონს. თუმცა, სიგნალის ფონზე სათესლეები ფუნქციონირებას წყვეტენ აბსოლუტურად სრულიად, ანუ არც სერტოლის უჯრედი აღარ მუშაობს, არც ლეიდინგის უჯრედი აღარ მუშაობს. კი, სპერმის ხარისხი, რა თქმა უნდა, გვეითდება და სტიმულის გარეშე ადრე თუ გვიან მივალთ რაღაც ოლიგოსპერმიამდე. აქ გვხვდებით საკმაოდ დიდ მითს, რადგან T1-ზე ვარ, უშვილო ვარ და დაუცველი სექსის დროს ოსულობა გამორიცხულია. არა, მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ხარისხი შეიძლება დაეცეს, მაგრამ საკმარისია მხოლოდ ერთმა აქტიურმა სპერმატოზოიდმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, მოხდება გარანტირებული განაყოფიერება და, რა თქმა უნდა, ნაყოფზე რაღაც გენეტიკურ ზიანს ტესტოსტერონის მოხმარება არ მოახდენს. ასეთ შემთხვევაში კონტრაცეფცია არავის არ გადაუდია და აუცილებელი არის კონტრაცეფცია, იმიტომ რომ შეიძლება მოახდინოთ განაყოფიერება. როგორ მართავთ ამ სიტუაციას, ხო, მაგალითად, მამაკაცი ყავს ტესტოსტერონ ჰორმონჩამოთვლებით თერაპიაზე და მას უნდა ფერტილობის შენარჩუნება, ანუ ეს არის მისი პრიორიტეტი. კომპეტენტური სპეციალისტები იყენებენ ქორიონულ გონოტროპინს და მეც ხშირად მეთქვია ალბათ ვიდეოებში, რომ მოვიხმაროთ ქორიონული გონოტროპინი, ეს არის ის პრეპარატი, რომელიც შეგვინარჩუნებს სათესლეების ფუნქციონირებას. თუმცა პრაქტიკაში, ვისაც სპერმატოგენეზის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება სჭირდება, მე უფრო მივამხრობი პრაქტიკულად ანალოგ მედიკამენტს, რომელსაც ქვია მენოპაუზის გონოტროპინი, ანუ იგივე მენოტროპინი. საქართველოს აფთიაქებში იყიდებოდა გინოგენის სახელით, როგორც ვიცი, დღესდღეობით უკვე დეფიციტში არის და აღარ იშოვება. რა განსხვავება არის ამ ორ პრეპარატს შორის? ქორიონული გონოტროპინი, კი, გონოტროპინ ჰორმონი არის, თუმცა მას ახასიათებს უფრო ლეიდინგის უჯრედების, ანუ მაუთეინიზირებელი ჰორმონის მაგვარი მოქმედება და უფრო ასტიმულირებს მხოლოდ ლეიდინგის უჯრედებს 80-90% შემთხვევაში, რაც სპერმატოგენეზისთვის საკმაოდ, საერთოდ არ არის
მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ტესტოსტერონის სპერმის წარმოქმნისთვის აუცილებელია, თუმცა ფოლიკულმა სტიმულირებელი ჰორმონის გარეშე და სერტოლის უჯრედების სტიმულის გარეშე ნორმალური სპერმატოგენეზი წარმოუდგენელია. და მეორე მედიკამენტია, რადგან გითხარით მენოპაუზის ჰორმონი, ეს ის მედიკამენტია, რომელიც ერთ-ერთთან თანაფარდობაში შეიცავს როგორც მაუთეინიზირებელ ჰორმონის მაგვარ ჰორმონს და ასევე ფოლიკულ მასტიმულირებელი ჰორმონის მაგვარ ჰორმონს. ანუ ასტიმულირებს სათესლეების ორივე უჯრედებს, როგორც სერტოლს, ასევე ლეიდინგს და ხშირ შემთხვევაში სპერმის ხარისხი ნორმის ფარგლებში რჩება, რა თქმა უნდა, გაუარესებული არის, თუმცა შანსი იმისა, რომ განაყოფიერება მოხდეს, უფრო მაღალი არის. და პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით იმას, ტესტოსტერონი ვისთანაც გავთიშებთ, დაახლოებით 3-4 კვირაში დგებოდა მართლა განაყოფიერებაც. გადავიდეთ და გავარჩიოთ გვერდითი ეფექტები და მათი მართვა. უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტები უმეტესობა გამოწვეული არის არა თავად ტესტოსტერონით, არამედ არასწორი დოზირებით, თანხლებით დაავადებებით ან მონიტორინგის ნაკლებობით. პირველი, ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის მატება, ანუ ეს საკმაოდ რეალურად ხდება ხოლმე, ყველასთან არა, თუმცა ზოგადად რაც ახასიათებს ამ ჰორმონს, კონკრეტულად ტესტოსტერონი ასტიმულირებს ერითროპოეტინს და ეს ერითროპოეტინი მერე ზრდის ერითროპოის, ანუ იგივე წითელი უჯრედების წარმოქმნას და ძალიან მაღალი ჰემატოკრიტი ზრდის სისხლის სიბლანტეს, რაც გულსისხლძარღვთა სისტემას თვირთავს, ხო? ანუ უფრო მაღალ წნევაზე მუშაობს ორგანიზმი. სიმპტომები როგორი არის ამის დროს არის თავის ტკივილი, სახის სიცოცხლე, წნევის მატება, თავბრუს ხვევა. მართვა ბანალურია, სისხლის ანალიზი უნდა ვაკონტროლოთ, რო არ გქონდეს ეს პარამეტრები მომატებული და თუ გვაქვს მომატებული, ადეკვატური ჰიდრატაცია წყლის სმა, კარდიო ვარჯიშები და ჯანსაღი ძიელი ასევე დასვენება აღდგენა. მეორე, ესტრადიოლის მატება, ანუ იგივე არომატიზაცია. ტესტოსტერონის ნაწილი ორგანიზმში გარდაიქმნება ესტრადიოლად, ზედმეტი მატებისას ვხვდებით შემდეგ სიმპტომებს. პირველი, სითხის შეკავება, ანუ იგივე შეშუპება, ემოციური ლაბილობა, მკერდის არეში მგრძნობელობის მომატება და ძუძუს დვრილების ზომაში ზრდა, ანუ იგივე ძუძუს თავების ზომაში ზრდა. მართვა, თიერთის დროს ესტრადიოლი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. თუ პირობითად ჩვენ მოვიხმართ ჰორმონჩამოსვლებით თერაპიას და ეს არის ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში, ანუ არ ცდება ის ტესტოსტერონის დონის ზედაზღვარს, ამ შემთხვევაში ესტრადიოლის სასურველია შევინარჩუნოთ ნორმის ფარგლებში. მცირედი ცდომილებები შეიძლება იყოს დაშვებული, იმიტომ რომ ბუნებრივ ტესტოსტერონსაც ახასიათებს ესტრადიოლის ზრდა ან დაქვეითება. თუმცა თუ ხედავთ, რომ ესტრადიოლი არის ცოტათი მომატებული, მისი არომატაზის ინჰიბიტორი პრაქტიკულად ნულამდე ჩაგდება, ბევრად უფრო უარესი არის, ვიდრე ცოტათი მომატებული ესტრადიოლი. და მეორე შემთხვევა, როცა უკვე სუპრაფიზიოლოგიურ დოზირებებს მოვიხმართ, ანუ ტესტოსტერონი მოიხმარება როგორც სპორტული ფარმაკოლოგია და რამოდენიმეჯერ აჭარბებს იგი ზედაზღვრის ნორმას, ესტრადიოლის მატებას ლოგიკურია, იმიტომ რომ ამ ხელა ტესტოსტერონზე ლოგიკურად გაიზრდება არომატიზაციაც. შესაბამისად, ამ არომატიზაციას ჩვენ უფრო სიმპტომურად მართავთ, ანუ თუ გვაქვს გამოხატული ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალეთ ესტრადიოლის მატების დროს, ხოლმე ამ შემთხვევაში ვაკვირდებთ ხოლმე. თუ არ არის და ესტრადიოლი უბრალოდ მომატებული არის, მაშინ ხელს არ ვყიდობთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოვლენა, რომ გარდაქმნას ტესტოსტერონი ესტრადიოლად. მესამე, აკნე და თმის ცვენა. ტესტოსტერონი აძლიერებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, განსაკუთრებით პირველ თვეებში მოხმარების დაწყებიდან, რაც მოითხოვს მკაცრ კანის ჰიგიენას. რაც შეეხება თმის ცვენა, თიერთი ახალ გენეტიკას არ ქმნის, მაგრამ თუ გვაქვს ანდროგენული ალოპეციის წინასწარ განწყობა, ანუ გენეტიკური წინასწარ განწყობა, პროცესის დაჩქარება მას ნამდვილად შეუძლია. ფინასტერიდი, ალბათ გაგიგიათ ესეთი მედიკამენტი, მსგავსი მედიკამენტები ფინასტერიდისა, რომელიც ბლოკავენ 5-ალფა რედუქტაზის აქტივობას, მამაკაცურ ჰორმონს, დეჰიდროტესტოსტერონს აქვეითებენ იმის ფონზე, რომ თმა შევინარჩუნოთ. თუმცა ხშირად უფრო რაციონალური იქნება, რომ პროცესი ბუნებრივად დავტოვოთ და შემდგომ თმის გადანერგვას მივმართოთ, თუ გვინდა ესეთ თმიანობა. იმიტომ რომ ჩვენ ამ მედიკამენტის ფინასტერიდის ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვიხმართ იმისთვის, რომ თმები შევინარჩუნოთ, რადგან დეჰიდროტესტოსტერონის დეფიციტი უფრო ცუდ გვერდით მოვლენებს მოგცემს, ვიდრე რაღაც ბანალური თმის გაცვენა. მართლა რეალურად ჯობია, რომ გავცვლიდეს თმები, რაც გასაცვენი არის და შემდგომ უკვე გადავინერგავთ ისეთ თმებს, რომელიც აღარ გავცვლდება, იმიტომ რომ მათ ანდროგენული რეცეპტორები ტიპი 2 არ გააჩნიათ.
მედიკამენტის ფორმები და სამედიცინო მითები. გავარჩიოთ თუ როგორი ტესტოსტერონი მოიხმარება ჰორმონ-ჩამცვლობით თერაპიის დროს. TRT-ზე გამოიყენება სხვადასხვა ფორმები. მაგალითად, შეიძლება გამოიყენოთ როგორც ტაბლეტიზირებული ფორმის ტესტოსტერონი, ასევე მალამოები, გელები და ყველაზე გავრცელებული ინექციები და ალბათ ერთ-ერთი უფრო კომფორტული ყველასთან შედარებით. თერაპიისთვის არ გამოიყენება ხანმოკლე ეთერების მქონე პრეპარატები, როგორც არის მაგალითად ტესტოსტერონ პროპიონატი, აცეტატი, ფენილპროპიონატი, სუსპენზიები და ასე შემდეგ. ოქროს სტანდარტად მიჩნეული არის ხანგრძლივი ეთერები, მაგალითად ენანტატი, ციპიონატი, უნტიკანუატი, იზოკაპრონატი და ასე შემდეგ. საქართველოს აფთიაქებში ძირითადად გვხვდება ომნადრენ 250, რომელიც სხვადასხვა ეთერების ნაზავს წარმოადგენს. მისი გამოყენება შეიძლება და რეალურად ეს არის ერთადერთი ლიცენზირებული მედიკამენტი საქართველოში, რომელიც არის ტესტოსტერონი, თუმცა მას ახასიათებს ტალღოვანი ეფექტი, ვიდრე სუფთა ენანტატს. რაში გამოიხატება ეს ტალღოვანი ეფექტი? რახან ვახსენეთ, რომ იგი შეიცავს სხვადასხვა ეთერების ნაზავს, ამ ეთერებიდან ზოგი არის ხანმოკლე მოქმედების, ზოგი არის ხანგრძლივი მოქმედების და შესაბამისად ხანმოკლე მოქმედების ეთერები უფრო სწრაფად ტოვებენ ორგანიზმს, ვიდრე ხანგრძლივი ეთერები და შესაბამისად იგივე დოზა, რასაც მოვიხმართ, ნაწილი ამ დოზის უფრო სწრაფად გამოვა ორგანიზმიდან, ვიდრე მეორე ნაწილი დარჩება და ესეთი ტალღოვანი ეფექტი მაინც გვაქვს. გადავიდეთ და დავამსხვრიოთ ახლა მთავარი მითები. მითი ნომერი 1. დაბალი ტესტოსტერონის დონე TRT-ს ყოველთვის საჭიროებს. რეალობა არა. ხშირად დეფიციტი გამოწვეული არის ჰიპოთირეოზით, სიმსუქნით, დიაბეტით, არაჯანსაღი ცხოვრებით ან მედიკამენტებით, მაგალითად, საკმაოდ ხშირი არის ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ანტიდეპრესანტების დანიშვნა, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ტესტოსტერონის დონეს გვიქვეითებს. და ასევე ფინასტერიდის დანიშვნა. ბოდიში და ასევე ფინასტერიდის დანიშვნა, რომელიც დეჰიდროტესტოსტერონს პირდაპირ უშუალოდ ფერმენტარულ დონეზე ბლოკავს. ამ მიზეზების აღმოფხურის ფონზე ჰორმონის გამომშავება ნორმალურ დონეს უბრუნდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მითი ნომერი 2. TRT იწვევს პროსტატის კიბოს, ეს არის ალბათ ყველაზე საშიში, რაც გვსმენია ტესტოსტერონ ჰორმონის ჩამოცვლებით თერაპიაზე, რეალობა სხვა არის. თანამედროვე მედიცინა ამას არ ადასტურებს, სწორად მართული თერაპია ჯამთელ მამაკაცებში კიბოს არ იწვევს, თუმცა წინასწარი და შემდგომ PSA-ის მუდმივი მონიტორინგი მაინც სავალდებულო რჩება, ხოლმე საკთან თანაფარდობაში. მომატებული ტესტოსტერონი არ იქნება კარგი და აქ ჩვენ გვაქვს უბრალოდ ჰორმონ-ჩამოცვლებით თერაპია, სადაც ტესტოსტერონის დონე ნორმის ფარგლებში რჩება. რა თქმა უნდა, ეს არის ჰორმონ-ჩამოცვლებით თერაპია, თუმცა ტესტოსტერონის დონე მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. აქ რო ყოფილიყო ტესტოსტერონის 4-ჯერ, 5-ჯერ ან 6-ჯერ მეტი დოზა ვიდრე ნორმის ზედაზღვარი არის, ამ შემთხვევაში კი შეიძლება მან გამოიწვიოს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური გარდაქმნა, რადგან გვგებლობთ საკმაოდ ძლიერ დატვირთვას ანდროგენიზაციის ფონზე. მითი ნომერი 3. TRT ყველა მამაკაცს აგრესიულს ხდის. გქონიათ, რომ ტესტოსტერონს რახან მოიხმარენ, რაღაც აგრესიულები გახდებიან. არა, რეალურად ფიზიოლოგიურ დოზებში აგრესიას კი არ იწვევს, პირიქით უმჯობესდება გუნება განწყობა, უმჯობესდება мотиваცია, უმჯობესდება ემოციური სტაბილურობა. აგრესია უფრო ძირითადად დიდ დოზებს და სტეროიდულ კურსებს უფრო გვხვდება ხოლმე მაგ ყველაფრის შემთხვევაში. დასკვნა. ამ ყველაფრიდან ერთი მთავარი რამ უნდა დავიმახსოვროთ. TRT არ არის სასწაული, ის არ არის რაც კუნთის ზრდის ჯადოსნური გზა და ის არ არის ყველასთვის, მაგრამ იმ მამაკაცებისთვის, ვისაც რეალურად აქვს დადასტურებული ჰიპოგონადიზმი, სწორედ ექიმის მეთვალყურეობით ჩატარებული ჰორმონ-ჩამოცვლებით თერაპია არის შანსი რადიკალურად შეცვალონ და გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ამით დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებთ. თუ საინტერესო იყო, გამოიწერეთ არხი, შეაფასეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები, რომელსაც შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გავარჩევთ. მადლობა ყურადღებისთვის, შეხვედრამდე.